მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. თავადაც ხედავთ ჩვენი გადაცემის სათაურს და აი ეს რეალობა, რაც იყო მეფე ლუდოვიკოსთან ვახტანგ მეფის გზავნილი, როდესაც მართლაც ფეხებზე ეკიდათ ვახტანგი და საქართველოს ფრანგებს, იგივე სიტუაცია დღესაც. იგივე სიტუაცია არაფერი არ შეცვლილა. საფრანგეთის ელჩი დღეს ბათუმში ჩავიდა და იმ ქალბატონის პროცესს ესწრებოდა, რომელმაც პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა. მე არ ვიცი, იცით, საფრანგეთში პოლიციელები მოქმედებენ უფრო მკაცრად, უფრო აგრესიულად და იქ რო ვინმე პოლიციას სახეში სილა გააწნას, არ ვიცი, ნამდვილად სხვაგვარად წარიმართება პროცესი და ეს ქალი ვერ გავიგე ვინ არის საერთოდ ან გავაგდოთ ან რაღაცნაირად ზომები მივიღოთ აი ამ ქალბატონის მიმართ შეუძლებელია მეგობრებო ეხლა ნახეთ აი ესე იგი მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. იცით რა შეასაქმე? ეს არის აი ბოდიში და თავზე გაკეთება ყველაფრის ქვეყნის. აი რომელიმე ქვეყანაში საფრანგეთი გაბედავს. ერთხელ ცდელობა გქონდეთ აზერბაიჯანში გაეკეთებინათ და თქვა იქ მერე რომ ალიევმა რომ მაკრონის ყურები ჩანსო აქო აი ამ პროცესებშიო და იცით რა არის ეხლა ბოლო-ბოლო საერთოდ დაიბარეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში გასაგებია რომ ეხლა რაღაცა დვაჩვენოთ ჩვენც რაღაცა რომ რაღაცა შეშფოთებულები ვართ აღშფოთებულები როდემდე უნდა უთმინოთ ამ ქალბატონს ვერთი ვერ ხვდები აი როგორც მეფე ვახტანგი ეკიდათ ფეხებზე ლუდოვიკოს ისე ეკიდიათ ფეხებზე ეხლა ამ ფრანგებს ეს არის გამოხატულება ეს არის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ რანაირად ეხლა ვის აქვს უფლება აქ რომ ესეთი შანტაჟი მოუწყოს ჩვენ ქვეყანას მაგრამ მარტო საფრანგეთის ელჩი რო იყოს კიდე არა უჭირდა არაფერს ეხლა ჩვენ ვხედავთ აქ რომ პროცესები მიდის იქითკენ რომ ამ ადამიანებს სურთ მთელი ქვეყნის ჩამოშლა ბოლო გასროლად დარჩათ ყველაფერი გამოიყენეს აბსოლუტურად აქციები დაფინანსება ერთადერთი აქვს გამოსაყენებელი ეხლა ამ მის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და უკვე აი ამასაც მიადგნენ აგერ ვკითხულობთ და ვეცნობით კალასის განცხადებებს თავდასხმა დემოკრატიაზე ქართული ოცნების მხრიდან უფრო მძიმე ხდება. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სხვადასხვა ვარიანტებზე იმსჯელეს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. ეს მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიული უყუსლო მძიმე შედეგის მომტანი იქნება. საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედებული გვაქვს 2017 წლიდან. ეს უდიდესი ბენეფიტია, რომელსაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებს აძლევს. აქედან გამომდინარე, გვაქვს რეკომენდაციები რომლებიც მიემართება საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმებს მეშვიდე პაკეტში. სრულად არ წავიკითხავ, თუმცა ერთ-ერთი ვალდებულება, რომლის შესრულებაც საქართველოს მთავრობას ეკისრება, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. ასეთი კიდევ 8 პუნქტია მოცემული. ასე რომ მათ ვადა 31 აგვისტომდე აქვთ, რომ ვალდებულებები შესრულდეს. ამის შემდეგ საკითხავია, როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ, თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება. როცა ჩვენ გვესმის, რომ 7 ოპოზიციონერი ლიდერი რვიდან ციხეში ჩასვეს, ეს ამ პუნქტებთან შესაბამისობაში არ მოდის. ჩვენ არ გვინდა ვადგინოთ ქართულ ხალხს და წავართვათ მათ უვიზო რეჟიმი, მაგრამ ამავდროულად ეს ნდობის საკითხია და თუ კი ეს ბონუსია და ეს ბონუსი აქვს ქვეყანას, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს, ეს აჩვენებს, რომ ისინი არ უდგებიან ამ საკითხს სერიოზულად. ამ უვიზო მიმოსვლით საქართველოსაც არ უსარგებლია მარტო. ყველაზე იაფი დღეს თუ ექსპორტი ხორციელდება ევროპაში საქართველოს მხრიდან ეს ექსპორტი არის ცოცხალი იაფი მუშა ხელი რომელიც მიდის საქართველოსთან და ემსახურება ევროპელებს თუ ის ფრანგი მაგალითად სიტყვაზე $1000 უხდის ადგილობრივს სიტყვაზე პირობითად ვიძახი ის ქართველს უხდის 500
და ქართველი უფრო კარგად მუშაობს და ეს აისახება მერე აი ამ ეკონომიკაზე ევროპისა. ასევე ძალიან ბევრი ჩვენი ტურისტი ჩავიდა იქ ფული დახარჯა. თქვენ გინახიათ აქ ფრანგები ჩამოსული მასობრივად? გერმანელები გინახიათ, პორტუგალიელები გინახიათ თუ გინახიათ ბრიტანელები ან ვინმე გინახიათ ტურისტ ხო არის გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები. კანტიკ-პუნტად რაღაცა 2-3% თუ ჩამოვიდა. ესეც ხო აისახება, ამიტომ ეს სამხედრო ჩვენ რო გონია რომ ჩვენ მივიღეთ, ჩვენ კი მივიღეთ, ვინ უარყოფს რომ არ მივიღეთ, რომ ვიზები აღარ ჭირდება მოქალაქეებს, მაგრამ მათ უფრო მეტი სარგებელი მიიღეს ჩვენგან. ასევე უფრო სარგებელი მიიღეს, რომ როდესაც ცხელ წერტილებში ერაყში, სირიაში თუ არ ვიცი მე ავღანეთში რა ძალიან ბევრ ცხელ წერტილში, როდესაც სამშვიდობოდ მისია იყო, ქართველი ჯარისკაცები იქ იყვნენ წარმოადგენლები და ასევე ისეთ ფაქტობრივად არაფრად იყო შეფასებული ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე ამერიკელებთან შედარებით. და ესე იგი რომ გვაყვედრიან ესენი რომ თითქოს აი ეს უვიზო მიმოსვლა მოგვცეს, იცით რა შეასაქმე? უვიზო მიმოსვლა არ აქვს ევროპასთან ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგრამ როგორმე ცხოვრობენ და არსებობენ და ძალიან კარგად არიან ეკონომიკურად გამართული. არ შეიძლება ესე შანტა. აი თქვენ გახსოვთ ალბათ რუსეთს აბრალებდნენ იმას, რომ რუსეთი არის არასტაბილური ქვეყანა, როცა უნდა ამღვინოს ჩაკეტავს, როცა უნდა ამღვინოს გახსნის და მაგათთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ქონა არ შეიძლება. ეხლა რა არის იცით? შენ ეხლა თუ რუსეთის საწინააღმდეგო ბლოკს შეეკრები და ნატოს დაყიდს დაიწყებ და ნატო არის ორიენტირებული რუსეთის ჩამოშლაზე, რა თქმა უნდა, ეხლა რუსეთი თავის ბაზარზე ფულს არ გაშონინებს. მაგრამ თუ შენ ეხლა იქნები ურთიერთობაში რუსეთთან არაფერი პრობლემა არ აქვს. ევროპელები აიღეთ ეხლა რუსეთზე რო ლაპარაკობენ. ესე იგი არ მოსწონთ რომ მათი მითითება არ შევასრულეთ, უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. ესე იგი სანქცირება ხდება ხელისუფლების და მერე შეადარეთ ეხლა ეს რუსეთისა და ევროპის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. და ამ დროს ევროპაში კი არა, რუსეთში გადის ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოსთან. აი ეხლა ატმის მაგალითად გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები ქართული ატამი და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტები 95% რუსულ ბაზარზე გადის. რატო არ იღებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ ჩვენს ხილს, ამ ჩვენს ღვინოს? რატო ხო არიან ჩვენი მეგობრები? რატო არ გვიშენებენ აქ საწარმოებს, როგორც მაგალითად აი ეს გაუკეთეს თურქეთს მათ თავის დროზე? აქ რაც მაგათმა ფული დახარჯეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, იმ ფულად ერთი ყველა რეგიონში გაკეთდებოდა 10,000 კაციანი საწარმო. 10,000 კაციანი და არავინ არ წავიდოდა უცხოეთში. და ამათმა 10,000 კაციანი პოლიტიკური ბორდელები გაგვიკეთეს საქართველოში. ის ხალხი ქუჩაში რო გამოდიოდა, არა იმას რო უცხოურ კანონსო და რაღაცაო და რუსულ კანონსო თუ რაღაცას რო ყვიროდე. აი ის ხალხია მეგობრებო, ვინც $10,000 იღებს თვეში. და დღეს ეს დასავლეთი ჩვენ გვემუქრება რისთვის? აი რატო გვემუქრება? ესე იგი ციხე გაანთავისუფლეთ პატიმრებს, თვითონ წავიდნენ ციხეში. ვინ უთხრა მისულიყვნენ კომისიაზე, კაცშვილი არ დაიჭერდა. ვინ უთხრა იმ ამაღლობელს ერთი მაინტერესებს რომ პოლიციას დაარტყიო? ვინმე მუთხრა? ან ეხლა მაინტერესებს ის მედიის წარმომადგენლები კიდე რო იძახიან რა ზეწოლის ქვეშ არის რამდენი ტელევიზია დღეს საქართველოში ამ ნაც სექტანტური. და რა თავისუფალ მედიაზე ლაპარაკობს? სააკაშვილის პერიოდში ერთი ბეჭდითი ორგანო იყო და რაღაცა ერთი ტელევიზია ფხაყულობდა რაღაცას რა. დანარჩენი არაფერი აღარ იყო, იმედის წაქცევის შემდგომ უკვე აღარაფერი აღარ იყო. და სად იყო ეს საფრანგეთის ელჩი? აი რო ეხა დღეს ჩვენ გვიკიჟინებს აქ და განცხადებებს აკეთებს რომ თურმე უნდა გავათავისუფლოთ ერთი ეს სად იყო აი ეს ქალბატონი? აი ეს ქალბატონი სად იყო რომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რომ უსამართლო დაკავებული რომელი უსამართლოდ არის დაკავებული კანონი არ დაარღვია ეს პოლიტიკოსებმა? ვინ დაიჭერა? ძალით შევიდნენ ციხეში. და დღეს ეს უნამუსო პეტრე ცისკარიშვილი გამოვიდა ჩვენ დროსო კაცო საჯეთ ასრულების აი ეს სისტემიდანო პატიმრებიო მიყავდათო გასვენება რო იყო მათი ოჯახის წევრების. ესე იგი აი ეს რატო გააკეთა ახლა ეს გირჩი ჯაფარიძე მიიყვანეს მისი დედის პანაშვიდზე გასვენებაში არ მიუყვანიათ და ამაზე ატეხეს ამბავი რომ ჩვენ დროსო ესე იგი ხალხო თქვენ ნამუსი გააქვს საერთოდ
ნამუსი გააქვს. ეს ფაქტი ახლა მე სიმართლე გითხრათ, აი ბაჩალიაშვილი კი არის ბოდიში და არაკაცი, მაგრამ ეს საქმეც უნდა იქნეს გამოძიებული. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი ჩვენ მტრებს, რომ აი ვთქვათ, რომ სააკაშვილის ციხეს დაემსგავსა დღევანდელი ხელისუფლება, უნდა ეს ცემა, რომელიც განხორციელდა, დათქვამია ხა წაქცეულს არ ურტყამენო და ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და არავის არ აქვს უფლება ხელყოს ვინმე. ეს უნდა იქნეს გამოძიებული, ვინც ეს გააკეთა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეხა როგორ შეიძლება შეადარო დღევანდელი ციხეები მაი გუშინდელ სააკაშვილის დროინდელ ციხეებს? და ცისკარიშვილი გამოვიდა დღეს და ილაპარაკა იმის შესახებ, რომ აიო ჩვენ დროსო კაცო პატიმრების იმასო ოჯახის წევრების მოთხოვნითო პატიმრები მიყვავდო. რა სად მიყავდათ? თქვენ მიყვავდათ მიწაში. კუბოში მიყავდათ პატიმრები. აწამებდით და მაგ წამებებმა გადაგიყოლათ თქვენ. და აქ თუ რაღაც ცალკეული შემთხვევები ხდება ესეთი, ეს ამაზე არ ვიცი, რეაგირება უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინ იყო სისტემური ხასიათი ამ ყველაფრისა. და ეს ქალბატონი სად იყო ან მისი წინამორბედი? კაი, ეს ქალი მაშინ არ იყო, მაგრამ მაგის წინამორბედი ელჩი სად იყო? ამერიკის ელჩი სად იყო? ევროკავშირის ელჩი სად იყო? ხვას რატო არ იღებდით თქვენ მაშინ? პოლიტიკურ პატიმრებზე როგორ ლაპარაკობთ? ციხეში დაალპო სააკაშვილმა ყველა და ყველაფერი. ან ჟურნალისტებზე როგორ ლაპარაკობთ? თქვენ როცა მედია არ არსებობდა საერთოდ. და დღესაც გზელდება იგივე. აი დღეს მე ვეთანხმები, კი ბატონო, დღეს არის მედიაზე ზეწოლა. და ეს აისახება ჩვენზე ყველა იმ მედიაზე, რომელიც არ არის ევროპული რაღაც ზეგავლენის ქვეშ. Facebook-ზე არ გვაქვს ტრანსლირების უფლება სათანადოდ, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ამ თამარა კიწურაშვილი, რომელიც Deutsche Welle-ს დააჯილდოვა, ეს არის მედია ზონდერი. ხმას ვერ ამოიღებ, გავრცელების არეალი შეზღუდული გაქვს და ესაა თავისუფალი მედია. აი ხა სილქნეთი რო არ აქვს თავს. მე ამ სახალხო დამცველს მინდა მოუწოდო ბატონ ლევან იოსელიას. აი რატო არ თავენ სილქნეთში ჩვენ ტელევიზიას? რატო არ თავენ კიდე რამდენიმე ტელევიზია არსებობს, რომელსაც არ თავენ? რატო არ გვთავ ჩვენ? აი რატო ვერ ხვდები ეხლა ლამის აი პორნოარხებია ჩართული ამ იმაზე, რა ქვია, სილქნეთზე, ხო? და ჩვენ რა მაყურებლის აუდიტორია რამდენჯერ ქონდა ამაზე საუბარი კომუნიკაციის კომისიასთან, მაგრამ ჩართვა კი არა, იქიდან გამორთვას გვიპირებენ, მე მგონი რაღაცა ისეთი დაჯარიმებები ხდება ჩვენი. და რის გამო არ ვიცი. დასახურია ტელევიზიები და იმის მაგალითად რომ დახურონ ჩვენსკენ არიან შემოტრიალებული. არ ვიცი, აი დასკვნები არის გასაკეთებელი და ამ ევროპელების ამ ზეწოლას კიდე მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ იქ პასუხი ჩვენ ნახეთ აი წინა გადაცემაში, მაგრამ ეს უნდა აისახოს კონკრეტულ ასევე მოქმედებებში, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამას და საზოგადოებაც ასევე შევამზადოთ იმისათვის, რომ შეიძლება მართლა მოხდეს ესე. დღეს გამოდიოდა ქართული ოცნები და რამდენიმე დეპუტატი ნახეთ და თქვა, რომ არაო კაცო ამ უვიზო მიმოსვლას არ შეგვიჩერებ. რატო არ შეგვიჩერებ? ხმათა უმრავლესობა არ ჭირდება 15-მა სახელმწიფომ რომ ხარი დაუჭიროს, უვიზო მიმოსვლა შეჩერდება და 15 სახელმწიფო რა ვერ მოინახება? ერთი უნგრეთი არის, რომელიც მაშვება, რა ქვია, გვიწევს ჩვენ რაღაცა გარკვეულ ხარდაჭერას, ხო? და სლოვაკეთი. და 15 სახელმწიფო თავისუფლად შეიძლება რომ აღმოჩნდეს და ამ ტყუილ მოლოდინებსაც ნუაჩენ საზოგადოებაში არ იზამენ. რატო არ იზამენ? გაუჭირდება თუ რა? აი რო ამბობთ ამას რომ არ იზამენო, რო ხდან? მე რა სიტყვით? იზამენ, მე დარწმუნებული ვარ, იზამენ ამას ესენი. იმიტომ რომ ერთი გასროლის უფლება გადარჩათ. ყველაფერი გამოიყენეს ერთადერთი დარჩათ აი უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ყველა თავის არსენალში მყოფი რაღაც ინსტრუმენტი რაც გააჩნდათ, ყველაფერი გამოყენებული იქნა. ეხლა ამის მერე უკვე ბომბი უნდა გვესროლონ და ტყვიები უნდა გვესროლონ და ბომბი უნდა ჩამოაგდონ უკვე. ერთი ეგ გადარჩა უკვე რა, მეტი აღარაფერი ეხლა იმის მერე. მოკლედ არ ვიცი, აი ამას უნდა შევხვდეთ მომზადებული და ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთში უვიზოთ მიდიან, სწავლობენ, უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ჩვენიერ დღეს ეს ფანჯარა შეიძლება დასავლეთმა ჩაგვიკეტოს და ჩაგვიკეტოს უსამართლოდ. და ესეც უნდა გაიგოს ამ საზოგადოებამ კიდე არ შეიძლება იცით რა არის რომ თქვენი ჭამასმისა და თქვენი მუცელ ღორობას გადავაყოლოთ ქვეყანა და ზოგიერთი ქალბატონის იქ მეძავეულ საქმიანობას რომ იქ ბოდიში და იქ პრასტიტუტკობით აღარ დაკავებული რა. მოიცა ქვეყანას უწყობენ დივერსიას, კაცო, ვერ გავიგე, ვერ უნდა გაიგოთ ეს ყველაფერი.
ეხლა ვიღაცა გამოხტება რომ ჩვენ გვინდათ ევროპა, არ უნდებ ხარ შენ ევროპას, აი სათაურიც ეგ არის. აი როგორც მეფე ვახტანგი არ უნდოდა, როგორც ეროვნული ხელისუფლება არ უნდოდა, როდესაც ჩამოაგდეს აქ და კაციშვილს ხმა არ მოუღია. როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ გმინვა იყო ქართველი ხალხისა და არავის არ უნდოდით, არასდროს ევროპას საქართველოს არ უნდოდა. სწორედ ამ ევროპის დამსახურებაა ის რომ დღეს მაგალითად ქართული მიწები არის ჩვენი მეზობლების დაქვემდებარებაში. არასდროს ევროპა ჩვენი მეგობარი არ ყოფილა. და რო ვიძახით ევროპული ზოგიერთმა იდიოტმა ერთხელ იქ რუსეთში წავიდა და რაღაცა იქ ინტერვიუები გააკეთა და ევროპული რუსეთიო სასაცილო რუსეთი ებძვის ევროპას და ევროპული ეს ევროპული არის ჩვენთვის რაღაცა აი როგორც აი აღმატებული სიტყვა რო არის რა კარგია როგორი ლამაზია როგორი ძვირფასია ეს ევროპული არის ჩვენთვის რაღაცა აი აღმაფრენისა და აღმატებულობის ნიშანი და ამ დროს თავად ევროპელები ხო, უცხოურს მიიჩნევენ პირიქით დამცირებად საკუთარი ქვეყნისა. არასდროს მათ სიტყვათა ლექსიკონში არ გამოიხატება ეს სიტყვა უცხოური კარგტონად. პირიქით ადგილობრივს არიჭებენ. მაგალითად, მერკელი, როდესაც იქ ინვესტიციებზე იყო საუბარი გერმანიაში, მან ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ ეროვნული ჩვენ მრეწველობა უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა გავასხვისოთო. და დღეს რაზე არის საუბარი? აგერ ეხლა როცა უნდა ეს ჩეხური კომპანია ენერგოპრო გამოგითიშავს შუქს, რომ ეს აქციებზე ხალხი შეუერთდეს და გამწარებული იყოს, მერე ვიღაცა წყალს გამოგირთავს, ვიღაცა გაზს გამოგირთავს, ვიღაცა და ეს ყველა არის კერძო კომპანიების მეგობრებო. ვიღაცა აგერ აეროპორტში, ეხლა თბილისის აეროპორტში დაფიქრდით რატო არის ფრენები ძვირი და რატო არის ქუთაისში ნაკლები. იმიტომ რომ თურქების არის ეს ტავ-ჯორჯიასი. რატო ღირ 7 ლარი მაგალითად ერთი ბოთლი წყალი აეროპორტში ჩვენთან და რაღაცა 80 კაპიკი ბელორუსში. ხო არის ბელორუსი ჩამორჩენილი ვითომ ქვეყანა. რატო უნდა ღირდეს იგივე წყალი 80 კაპიკი ბელორუსში და 7 ლარი ჩვენთან. სხვა რამეზე რო ლაპარაკი ზედმეტია. და ბილეთის ფასები რატო უნდა ღირდეს ძვირი? აი ქუთაისში რატო არის უფრო ნაკლები და ქუთაისში რატო უნდა იწვალოს? და თბილისელმა კაცმა უნდა ადგეს ქუთაისში ჩავიდეს და ქუთაისიდან უნდა გაფრინდეს ევროპაში? რატო? იმიტომ რომ ვერ გაძღა მათი მუცელი. და დივერსია ეს ქვეყნის წინააღმდეგ ესეც. და ამიტომ შეეშვით ამას რა და გავაგებინოთ ამ ხალხს. ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ბოლო-ბოლო მოდი დაჯეკით აქა ეს ტელევიზიები რაც გაქვს გინდა გქონია რისთვის აფინანსებთ ამ პირველ არხს და რისთვის გაქვთ ეს საერთოდ ეს იმედ და კიდე სხვები რა 11 თელი ესე იგი საინფორმაციო კამპანია ამ ნაციონალებს უპირისპირდება 11 საათიანი მაგდა ანიკაშვილის გადაცემით. ეხლა ძალიან მომწონს ეს მაგდა ანიკაშვილი, მაგრამ ვერ გავიგე ხლა მარტო მაგდა ვერ დაუპირისპირდება 24 საათი იმას ნაცხროვას. თან იმ მაგდა ანიკაშვილის გადაცემაში ისევ პარლამენტარები მოდიან, ისევ ეს მინისტრები მოდიან, რომლებსაც ისედაც ხედავ ჩვენ. საზოგადოება არ ჩანს ამ 11 საათიან გადაცემაში 1-2 ექსპერტის გარდა. ანუ რა ვქნათ ჩვენ მაინტერესებს, რა გავაკეთოთ? საზოგადოებას არ უნდა აუხსნათ ეს ყველა. რო ვიძახდით, რომ ამერიკა და დასავლეთი აი ესეთი დამოკიდებულების არიანო, მაშინ ჩვენ ვიყავით ტრები. და დღეს ჩვენ გვასწრებენ ესეთი რიტორიკაში, რომ დასავლეთს როგორ ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ გაგვიჩერებენ ამ ვიზო მიმოსვლას, გაგვიჩერებენ. ზოგიერთი რო კამსამოლ დეპუტატი რო გამოვა და იმას კოპცია იმითი რაღაცა კოხტაპრუწა სახით რო დაჯდება და არიან ჩვენ არ გამოგვიჩერებენ. რატო 15 ქვეყანა ვერ მოინახება? გაგვიჩერებენ მეთქი და ამისთვის უნდა დაიწყოს მუშაობა, უნდა დაიწყოს მომზადება, ალტერნატიული გზები გამოინახოს ჩინეთში, იგივე მაგალითად რუსეთში, რომ ადამიანებს რო შეუწყდებათ რაღაცა სხვაგან წავიდნენ მერე. და ეხლა რახან ესე იგი მოდიში და ამ ევროპაში გულაობასა და ევროპაში ესე იგი შოპინგებზე წასვლას გადავაყოლოთ საქართველოს მაშინ ამათ. რომ ვიღაცამ ეხლა ჯერ უბრალო ადამიანი ვერ ცდადის, იქ ვერ გრიალებს და ვერ შრიალებს. 3% გრიალებს და Facebook-ზე დევს, მერე ჯერ მოდიშ და სირცხვილიც არის, უნამუსოები ხარ. მშიერი კვდება ხალხი და დადებენ ამ სურათს საფრანგეთში ნოუკამზე ზის ვიღაცა იმისი ოჯახის წევრი, ან დაждდება პიცას მიირცევს იმაზე სანსიროზე, ან სადღაც იმაში და ამ დროს ნაგავში გააჩერდით ხალხო სირცხვილი არა, ებს აკეთებთ, კაცო, ვერ გავიგე. სირცხვილია ეს ყველაფერი რა. თქვენ ბოდიში და მანჭვაგრეხას უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა, რომ თქვენ იშოპინგოთ. ვისაც უნდა წასვლა ისედაც აქამდე იყო ვიზები და მიდიოდა ხალხი რა პრობლემა. ესე იგი ეს კალასი გვიქნებს ხელს, რომ ისო ჩვენო
ეხლაო თქვენ თუ არიზამ თუ აი უცხოეთში თორე ეხლა იქაც ეხლა ჩვენ იმას გვახვედრებთ რა იმ ხიზილალიან იმას რა ქვია და ასატრინას გვახვედრებთ იქ და რა ვიცი მე იქ თუ მიდის ქართველი კაცი მიდის ვიღაცის უკანალის მოსაწმენდად და ღირსების შემლახველი სამუშაოზე სამუშაოდ ერთხელ ვიყავი ერთ სუფრაზე და რომ ლაპარაკობდით აი 37 მანეთად გაფრინდებიო რომ ვსაუბრობდით ეხლა ვიღაცა ეტყობა ეს ნაციონალი არის და ნუ სამაგიეროთ ეხლა 37 ევროთ გაფრინდები მილანში შეტალ აი მინდა ამ ხალხს სხვებიც აიზიარებენ ბევრი ამ პოზიციას იმ 37 მანეთად რო გაფრინდებდი თავზე იმხობდი იმ რუსეთს თავზე იმხობდი ფეხით აგრევდი იმ რესტორნის კარებს და იქ არავის მომვლელად არ მიდიოდი და ეხლა ამ 37 ევროთ რომ იფრინავ შენ ვიღაცის მომვლელად მიდიხარ ღირსება ამყრელ სამუშაოზე მიდიხარ და შეადარეთ ეხლა ეს 37 ევრო 37 მანეთს ამიტომ აი მე ვფიქრობ რომ დასწრები და გამოვიტანოთ და უნდა მოვემზადოთ იმისათვის რომ რაც გველოდება ჩვენ ქვეყანას რა დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად სამართლის ექსპერტი ადვოკატი ბატონი ლექსო კობაიძე ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ბატონ ლექსო მოგესალმებით და მაყურებელ საზოგადოებას პუბლიცისტი ჟურნალისტი ისტორიკოსი ბატონი დიტო ჩუბინიძე მოგესალმებით ბატონო საღამოშვიდობისა მე მესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს დიდი პატივისცემა მოდი აი დავიწყოთ ამ კალასის განცხადებით აი რაც ეხლა ამ ქალმა იკადრა ჩვენი ქვეყნის მიმართ და რაც აი შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენი დღევანდელი გადაცემის ლოგო სათაური თუ შეიძლება ასე ითქვას წარმოადგენს დედაარს იმ ვითარებისას რომელიც საქართველოსა და ამ ევროპას შორის ევროკავშირის შორის არის დღეს შექმნილი როგორც ვახტანგ მე-6-ე გაწირა და საერთოდ არაერთი ქართველი მონარქი გაწირა ევროპულმა ცივილიზაციამ როგორც 1921 წელს მოგვიჯახუნეს კარი როგორც ერეკლე მეფეს არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს როგორც ყველა ჩვენი ელჩი დაწყებული იზაბელა კასტილიელის დროიდან და უფრო ადრეც გაწმილებული ჩამოვიდა ევროპიდან სწორედ ის ხდება ძვირფასო მეგობრებო დღეს. უბრალოდ საქართველოს ტრაგედია და აი ამ შექმნილი პოლიტიკური ვითარების აბსურდი და ბედის ირონია ის გახლავთ რომ მაშინ ევროპას რაღაც ფიგურები, რაღაც პოლიტიკური პერსონალიები მაინც წარმოადგენდნენ, რომლებსაც რაღაც წონა ჰქონდათ. დღეს ეს ქალბატონი რომელიც აი არ ვიცი მე აი ვინ არის საერთოდ ეს ქალი აი ორ ბათს რო არ მიაბარებ და ეს ლაპარაკობს ევროპის სახელით და ეს უქნევს საქართველოს თითს მე დარწმუნებული ვარ ბატონ ნიკოლოს მე ვეთანხმები აბსოლუტურად თქვენს აზრს და ვიზიარებ თქვენს რიტორიკას იმის შესახებ რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას ესენი შეუჩერებენ მათ დარჩათ ბოლო ტყვია ბოლო გასროლა საქართველოს საწინააღმდეგოდ და იმედი აქვთ რომ თუ კი ეხლა რაღაცა ჩვენი ხელისუფლება თავზე ნაცარს არ დაიყრის მუცელზე მუხლებზე არ დაემხობა და სააკაშვილივით მუცელზე ფორთხვას არ დაიწყებს 31 აგვისტომდე მოგცეს ვადა კალასი რო საერთოდ ვინმეს რაიმე ვადას მისცემს ხო და აი ამის შემდეგ დიდი ალბათობით ალბათ ესენი ვიზა ლიბერალიზაციას ჩვენ შეგვიჩერებენ ესე იგი თუ არ დაუშვებთ აქ LGBT პრაიდებს გარყვნილთა მარშებს თუ არ გამოუშვებთ აი ამ უზნეო პოლიტიკოსებს პოლიტიკანებს პოლიტიკურ მეძავებს რომლებმაც შეთქმულებაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ და თავიანთი ფეხით წავიდნენ ციხეში რადგან ესეთი ინსტრუქცია აქვთ მიღებული მათ და ხელისუფლებას არ დაუტოვეს არანაირი გამოსავალი და ასევე ის აგენტი ის აჭარელი ქალი ბათუმელი ქალი ზია ამაღლობელი რომლის სასამართლო პროცესებზეც დადის ეს
თმაგაცეჩილი ხალი საფრანგეთის ელჩი და აკეთებს იქიდან რაღაცა ისეთ აბსურდულ და ტუტუცურ განცხადებებს. ვითარება არ არის ნორმალური, ვითარება არ არის მშვიდი, ვითარება არ არის სახარბიელო, პირდაპირ ვამბობ, მაგრამ მე იმასაც ვიტყვი, რომ აი ამ ევრო ანარქისტების გეგმა საქართველოში კიდევ ერთი რევოლუციური მცდელობის შესახებ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩავარდება, ჩაფლავდება და ისინი გაწმილებული აღმოჩნდებიან იმდენად რამდენადაც ჩვენ არ დაუშვებთ და არც ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ვიღაცა ეხლა ევროპაში არ ვიცი რისთვის და როგორ და რანაირად და რა მიზნით ვიღაცა დარბის და მე იქ ფოტოებს იღებს და იმისთვის რომ ეხლა Facebook-ზე ვიღაცამ თავი მოიწონოს, საქართველოს ამას ვერ შეეწირება. და ეს არის ფაქტი. ანუ ტენდენცია იმისა, რომ შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია, გრძელდება და იმ სულგანათლებულმა დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ რო დაწერა ცნობილი თავისი პუბლიცისტური წერილი ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი, სწორედ იქ არის ის სიტუაცია განხილული, აწონილი, აზომილი და გაანალიზებული, რაც დღეს ხდება საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის. არ მიგვიღეს, არ ვღებულობენ და არც მიგვიღებენ. ეს არ არის ის ცივილიზაცია, რომლისკენაც საქართველო ილტოდა. ეს არ არის ქრისტიანული ევროპა, ეს არის LGBT ევროპა, ეს არის წამხდარი ევროპა, ეს არის თავჩაქინდრული და მუხლებზე დაცემული ევროპა და საქართველოს უნდა ეძიოს თავისი ბედის ვარსკვლავი. და არა ეს უზნეო ადამიანები, რომლებიც დღეს ახლა ჩვენ ამოდენა ცივილიზაციის და ამოდენა ისტორიის პატრონს მორალს გვიკითხავენ. კაია კალასი რო რაღაცას ვიღაცას დაგემუქრება საერთოდ. და ეს ბალტიისპირელი მოღალატეები ესენი. თქვენ თავდებით, აი გეუბნებით, თქვენი სახელმწიფოებრიობა მალე დასრულდება. მე ბალტიისპირელების, ლატვიელების, ლიეტუველების და ესტონელების გასაგონად ვამბობ. არასოდეს თქვენ სახელმწიფოებრიობა არ გქონიათ. თქვენ ყოველთვის იყავით ან გერმანელების და რუსების მონები და თქვენ გააგრძელებთ სულ მალე ახალ ფორმაციაში ცხოვრებას, როდესაც აღმოჩნდებით იქ, სადაც უნდა იყოთ. და დამთავრდება თქვენი სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მარადიულია და საქართველოს იარსებებს და იქნება. აი ამას ვიტყოდი. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე დასავლეთი აი ესე გვექცეოდა. როგორც თქვი, დამოუკიდებელი საქართველო გაწირეს 1921 წელს, მიატოვეს 1991 წელს სწორედ ევროპელებმა ჩასცეს ლახვარი ზურგში ჩვენს დამოუკიდებელ საქართველოს. 2008 წელს კიდე, როდესაც ომი დაიწყო, პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნეს მარტო და ეს იყო მათი დახმარება, შეშფოთება, აღშფოთება. როდისმე ყოფილა მათი მხარდაჭერა. ეხლა ფურცელზე შეიძლება ბევრი რამე დაწერო. არასდროს ევროპა საქართველოს მეგობარი არ ყოფილა. არასდროს. ჩვენ გაცილებით მეტი გავიღეთ ევროპული ცივილიზაციისათვის, ვიდრე მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენმა მთელმა თაობებმა შესწირეს მათ და ამას მარტო ქართველი ხო ეს აი ქართველთ მოძულე ვერ დაინახავს, ყველაფერი რო უცხოური მოსწონს და ქართველი რო ქართული რო ეზიზღება. შეხედეთ ქართულ სიმღერას, ქართულ ცეკვას, ქართულ ლიტერატურას, ქართულ ხელოვნებას, ქართულ სამზარეულოს, ყველაფერს შეხედეთ და თვითონ ქართველებს შეხედეთ, ყველა ასეთი პატარა ერი ვართ, ჩემპიონები ვართ ყველა სფეროში, მარტო სპორტში კი არა, ყველაფერში. ღმერთმა ასე დაგვაჯილდოვა. ცრებლები ადგება უმრავლეს ევროპულ ქვეყნებს, როდესაც ქართულ ცეკვას და ქართულ ხალხურ სიმღერას უსმენთ. თქვენ ცრებლი გადგება სხვა რამეზე. თქვენ ხართ ქართველთ მოძულეები და ეხლა წავა, ეხლა აგერ გალფის ესე იგი, აგერ ვკითხულობ მე, ესე იგი გალფის ესე იგი ვიცე-პრეზიდენტი გაბჯორია ნინო ჯიბლაძე აკეთებს გაცხადებას, რომ თურმე ვიზების გაჩერება არ ნიშნავს მხოლოდ დისკომფორტს.
ვისაც ევროპა გეზედმეტებოდა და ყველა გიჟები გეგონივართ, ვინც ევროპული კურსის ცვლილებას ვაპროტესტებთ. ღირსები ხართ ყველა სიცოცხლეშივე ვერ მიიღოთ ვიზა. და ქალბატონ ნინო ჯიბლაძეს მიმართავ, რომ გალფი არის ბატონი ჯემალ ლეონიძის კომპანია, რომელიც ნაძირალა კეზერაშვილმა წაართვა მას და ქალბატონო ნინო, თქვენ ძალიან მე თქვენს ადგილზე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი და ცოტა ჭკუით ვიქნებოდი, ემან ფეხი არ დაგიცდეთ და ძალიან მალე ციხეში არ მიბრძანდეთ თქვენ. ეს არის წართმეული ქონება, თქვენ ახლა წართმეული კომპანიის უმაღლესი ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ნამეტანი ჭკუით იყავით. მე თქვენ ადგილზე ცოტა ჭკუით ვიქნებოდი. არა, იცით რა არის? არავის ემან ყურებში ხელი არ გტაცონ, არ მიგატრიონ იქ ვირის აბანოში. იმიტომ რომ ეგ კომპანია არის ბატონი ჯემალ ლეონიძის კომპანია, რომელიც ნაძირალა კეზერაშვილმა წაართვა მას. არა, ეხა იცი არავინ ეგ არის კომპანია მაგნატი. ეხა ამ უვიზო მიმოსვლაზე ისე ვითომ ჩვენი ხელისუფლების ბრალი იყო, ვითომ ჩვენი ბრალი იყოს ესენი რომ ესე გვექცევია. თქვენ რატო ეხა კალაძეს დაუსვეს დღეს კითხვა რომ აი რატო ესხმით თავს ევროპელებს? ვინ ესხმით? ჩვენ ეხლა ესე იგი ბოდიში და ადამიანს სახეში რომ გაგარტყამენ, თავში რომ ჩაგარტყამენ, ხმაც არ უნდა მოიღო? თვითონ გვესხმია, თვითონ იმას გვიშვენ, გვაბულინგებენ და ჩვენ თურმე ხმარ უნდა ამოვიღოთ, უნდა ვთქვათ მადლობა და თურმე ესე მივიღოთ ეს როგორც არაფერი. აი საოცარია ბატონო ლექსო, არ ვიცი, ესეთ დამოკიდებულება აქვს თამათ რა. ნუ ალბათ ჩვენ მქონდა მოლოდინი რომ ესენი კაი შედეგს არ მიიღებდნენ და ხალხის წინააღმდეგ წავიდოდნენ, ხო? ესენი მიჩოულნი არიან რომ თუ მათი ინტერესები არ ტარდება ნებისმიერ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ისინი მოქმედებენ აი ესე არადემოკრატიულად, უპრინციპოდ და აი ესე აღვირახსნილად როგორც საქართველოს მიმართებაში მოქმედებენ. როგორ შეიძლება საერთოდ ეს საკითხი დღის წესრიგში რომ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა შეგვიჩერდეს. აი როგორ შეიძლება? როდესაც მართლაც სისხლის ფასად გვაქვს გაღებული ის რომ ჩვენ რაღაცნაირად მოკავშირეები ყოფილიყავით. მაგრამ ეს არის რეალური ამათი სახე, ბატონ ნიკოლოს, ეს არის ამათი სახე. ამათ სხვა არაფერი არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ როცა უნდა დაგაშინონ, ბოდიში ამ სიტყვაზე, როცა უნდა ყოველ შემთხვევაში მცდელობა ქონდეთ, რომ დაგაჩმორონ და აი ასე გმართონ. და ეხლა ჩვენ რაღაცა ლეკვებივით უნდა გაუგორდეთ ფეხებ ქვეშ და უნდათ რომ მოკლედ ყველანაირად მათი ინტერესები გავაკეთოთ. ვერასდროს, ვერ ეღირსებით. ეგ დაიმახსოვრეთ, რომ ეგ დო დამთავრდა ჩვენს ქვეყანაში. ხა ვიზით ვივლი თუ უვიზოთ ვივლი ევროპაში, მაგას ჩემთვის ასობრივი მნიშვნელობა არ აქვს და იმ უმრავლესი ქართველისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ აქამდეც დადიოდა ქართველი კაცი ევროპაში და კიდეც ივლის, მაგით დიდად არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ თავარი არის რომ თქვენი ინტერესები აი ამ ჯალათებს რომ მუდამ აფინანსებ, თქვენი ინტერესები არ იქნება არასდროს გაზიარებული. აი არასამთავრობო სექტორებში რო არიან ძალიან ისე კარგად რა ჩირგვებში დამალულები და რო ცდილობენ რომ ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ხელით მართონ ეს პროცესები. ეს კალასი სხვა კი არაფერს არ აკეთებს. სწორედ მაგას აკეთებს. რომ თითქოს და ჩვენზე შეტკივა ქართველ კაცზე შეტკივა გული ხალხო. წარმოიდგინეთ ევროპის პარლამენტარს სადღაც რომელიც აბსოლუტურად საფიქრალი აქვს, აბსოლუტურად სხვა ღირებულებები და სხვა ფასეულებები, მაგან ჩვენ უნდა დაგვაჯეროს და თურმე აი ჩვენ რო აი აქვს ხედვარ და საქართველოში რაღაც კონკრეტულ სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს განვიხილავთ, ჩვენზე შეტკივა გული. აი როგორ შეიძლება რომ დაუჯერო ამ ყოველივეს? ეს არის სისულელე, ეს არის ბოდვა და სხვა არაფერი. და ეს არის მანიპულირება, რასაც ესენი აკეთებენ. დამონების თანამედროვე ინსტრუმენტები, ხალხო. ამიტომ ვინც დღეს ყიჟინას სემს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და უხარია, ხო? არაფერი არ არის. და ვერ ეღირსებით თქვენ იმას, რომ ქართველი კაცის ღირსება გადააგვაროთ. მთელი ცხოვრება რაც მახსოვს, აი ახალგაზრდობიდან ყველანაირად ცდილობენ რომ ჩვენზე ექსპერიმენტები ატარონ. თუნდაც განათლების სფეროში, თუნდაც მართლმსაჯულების სფეროში, თუნდაც რა ქვია იმას ჯარის სფეროში, სამედიცინო სფეროში რეები გაგვიკეთეს, ხო? ყველანაირად. აღარ გვინდა ეს თქვენი ექსპერიმენტი, წადი და სხვაგან ატარეთ, თუ გინდა საერთოდ რაღაცა კირის ფარდა ჩამოაფარეთ ამ ევროპას, ოღონდ ექსპერიმენტებს ნუატარებ ქართველ ადამიანებზე. თორე თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ბატონ ნიკოლოს, ის ფაქტი, რომ მართლაც ქართული კაცი იქ რომ ის ატომიდის.
იქ რომ მიდის ისე მაგათ წესით უნდა უხაროდოთ რომ ქართველი კაცი იქნების იმიტომ რომ იქ მაგათ ემსახურებიან ძირითად მასაზე დიახ ძირითად მასაზე საუბრობ იაფი ხელი თუ არ შეუშვებ ქართველი კაცი ყოველთვის ჭკვიანია რა ეგ დაიმახსოვრეთ წავა და სხვაგან მაინც უკეთეს სამსახურში მოეწყობა ღმერთმა მოგცა ის დაგვამადლა ტვინი და ადამიანური რესურსები თქვენ გაგებით ეგრეთ წოდებული IQ და შეგვიძლია ეს რო გავაკეთოთ და ამიტომ ვერ შეგვაშინებთ რა თქვენი რაღაცა ეს თითიდან გამოწოვილი თემებით ჩვენ ვიქნები დიახაც ღირსეულები დიახაცო ჩვენი თავი ჩვენო გეკუთვნის ეს არის ჩვენი პასუხი ეს არის ქართველი კაცის პასუხი და ყოველთვის ეს იქნება რა ბატონო ნიკოლოზ ვიზა ლიბერალიზაცია არ ქონია საქართველოს მაგრამ ქვეყანა ცხოვრობდა და ჩვენ არსებობდით და განათლებასაც ძალიან უკეთეს და ხარისხიანს ვღებულობდით საქართველოში და რა ვიცი ხა როგორ გითხრათ ეს ვიზა ლიბერალიზაცია არის 2017 წლის პირმშო და ამ ხელისუფლების პირმშო არის ესა. ყველაფერი ამოტრიალდა და ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რა ძალიან ახლა ისეთ ტრივიალურ ჭეშმარიტებას მოგახსენებთ რომ ყველაფერი შეიცვალა და ამოტრიალდა მას შემდეგ 3 წლის წინ როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. ვერ შეგვჩურთეს, ვერ შეგვათრიეს ამ უკრაინის ომში. ხელისუფლებამ მოიქცა სწორად, ხელისუფლება მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება, ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და არ არის ეს ჩვენი საომარი კაცო. თან თვითონ ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არის პროქსი ომიო. ანუ უკრაინა არაფერ შუაში არისო. სინამდვილეში ჩვენ და რუსეთი ვეომებით ერთმანეთსო. კი მაგრამ მე მოუწოდებ ამ ევროპის თავგადაკლულ ევროპელებს. ევროპა დალეულებს თუ შეიძლება ასე ითქვა, საერთოდ ფიგურალურად ვიტყვი. კი მაგრამ თუ თქვენთვის ადრეც მოგახსენეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუ თქვენთვის ეს მასხარა ზელენსკი ეს ბოროტი მასხარა არის უმაღლესი მთავარსარდალი და გენერალისიმუსი და გენერალ-ფელდცეხმაისტერი, წაბრძანდით გენაცვალეთ და ეს თქვენი დროშები რო გაქვთ Facebook-ზე კავერებად გამოკრული, წადით აიღეთ იარაღი ხელში ჩადით უკრაინაში იომეთ, კაცო. რას აგულიანებთ ამ ხალხს და რა გინდათ ვერ გავიგე და მორჩით ამ Facebook-ზე, ამ კლავიატურაზე თითების თამაშს აიღეთ იარაღი და წადით და იომეთ, დაიცავით თქვენი მთავარსარდალი და თქვენი ქვეყანა. თქვენ ხო ხართ უკრაინას ხარი დაუჭირეთ საფეხბურთო მატჩში, როცა საქართველოს უკრაინის ხო ეგრა სიცხვილი იყო კიდე წარმოიდგინე. უკრაინას გულშემატკივრობდით. ეს არა გამყიდველები სხვა არაფერი. და მაგ თამაშის წაგების გამო იყო რომ ვერ გავედით საერთოდ. ხო, კი ბატონო, მაგ დავიღუპეთ. უკრაინას გულშემატკივრობდნენ. და ქილიკობდნენ ნაკეთ და უკრაინას გულშემატკივრობდნენ დაუკარით ტაში. წადით ადექით აიღეთ იარაღი და ჩადით და დაიცავით კაცო ლვოვი დაიცავით და საპოროჟიე დაიცავით და რის თავია პატრონიდო რის თავია ვისი დამცველები არიან წადით ქაჯანა ხო გაქვთ ნანახი აიღეთ იარაღი ხელში და წაბრძანდით ბატონო თუ არა და მაშინ გეუბნებით რომ ხართ ფარისევლები ხართ ლაჭრები და არაკაცები იმიტომ რომ კლავიატურასთან ახლა დაძდებით და წერთ რაღაც ჯღავნით რაღაც სიტუტას რა არის იცით ბოდიში რომ გაწყვეტინებთ აი კლავიატურაზე გამახსენდა იქ კლავიატურაზე რომ წერენ და იქ რა 1000 სულოს გააკეთე მე პირისპირო იგივე აგრესია დახვდებათ ხოლმე ხო აი სამოქალო მაგალითად ვიღაცა შეხვდება იქ შეურაცხყოფას მიაყენებს ანუ მე ვიტყვი რომ აი მსხვერპლი ვარო რა აი მე უპატიოსნესი ადამიანი ვარო და ჩემზე ვიზალადესო აი თქვენ წარმოიგიდეთ რომ იზალადებებ მთელი შედი ცხოვრება რომ შენს ქვეყანას რა ვიცი ყველაფერს უკეთებ და ყველანაირად ცდილობ რომ ძირი გამოუთხარო და ვიღაცა კარგი ადამიანი რომ ამისთვის შენ პასუხს მოგთხოვს როგორ ახარ მსხვერპლი მითხარი ერთი როგორ ახარ მსხვერპლი ეხლა ის ვანიკო თარხნიშვილი როცემის ხო ეხლა აღარ დავასახელე შეგნებულად რა ეხლა აღარ დავასახელე კაცო მაგნაირები აგინე დედა შენ მამაცხონებულო შენ კიდე კარგად ახარ გადარჩენილი კაცო ანდა ის ბიჭი რო არის ეხლა ის თორნიკებს ზიავა ქეთი დოლიძის ვაჟი თელ საქართველოს აგინა დედა და გადმოუტრიალა ყველაფერი ეხლა შენ რო ვიღაცამ რაღაცა ცოტა ქიმუნჯი წაკრას მე კი არავის ვაქეზებ კაცო და კი არ ვაკვალიანებ მაგრამ შენ რა ეს როგორ გონია რა ეგ ამბავი ვინმე მაგას შეგარჩენს თუ როგორ იქნება ჯერ როგორ აწესია აი ესეთი რაღაცა აი რა წესია რომ მე კიდე ხელისუფლებასთან მათხოვრად არიან დამდგარი ბატონო ხო მე კი ბატონო მათხოვრად არიან ხელისუფლების კარზე ატუზული
თუ კულტურის სამინისტრო იქნება, თუ განათლების სამინისტრო იქნება, თუ სპორტის სამინისტრო იქნება, თუ რაც იქნება, მე მგონი აურიე ერთი არის ერთი უწყება და ატუზული არიან ნიკ კარზე და მათ ხოვრობენ ფული ჩაგვირიცხე და რაღაცა დაგვიფინანსე და რაღაც. ახლა აქვთ რა ისი იმედი. ახლა ამათ გონიათ იმ გეი კლუბებში მოსიარულე და რაღაცა იმ გარყვნილ კლუბებში ეგრეთ წოდებულ კლუბულ ნარკოტიკს როა არიგებენ და სინამდვილეში დასახურია ყველა და მალე დაიხურებით თქვენ. მალე დაიხურებით. ხო და თქვენ მეპატრონეებიანად წახვალთ ციხეში. ხო და ძალიან საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან მაგათი მეპატრონეები, მერე ყმულს რო დაიწყებენ ტელევიზიების ტელეკამერების წინ. ეხლა იმედი აქვს რომ ეს ნარკომანები დაახლოებით ეს 5000 კაცი არის ეს პოლიტიკურად მოტივირებული და ესე იგი ეგზალტირებული ესე იგი ჯოგი ნარკომანებისა. ეხლა უნდათ რომ ესენი გამოიყვანონ და სადონ ის რაც არაერთხელ სადეს და ბოლო მცდელობა აგერ ქონდათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. არა, ეხლაც გამართეს ბატონი, ეხლაც ქონდათ აქცია. გამოვიდნენ და არა, რა უნდათ, იცით? აი ეხლა ვიზა ლიბერალიზაციას ალბათ დიდი ალბათობით შეგვიწყვეტენ. მე ამაში ეჭვი არ მეპარება. პირადად მე ხმერთ მაგას რომ ესე არ მოხდეს, მაგრამ პირადად მე დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გაგვიუქმებენ. და იმედი აქვს რომ აი ამ ფონზე გამოიყვანენ მე ვიღაცებს და აი ხელისუფლება და რაღაცა. ვერაფერს თქვენ ვერ იზამთ. და იმ ქართულ ფილმში რო არის რა მეულჩი რა ახალგაზრდა კაცი ხარ და თავი არ გაიფუჭო იმას რო ეუბნება თავად მიქელაძეს თავი არ გაიფუჭოთ და ამეტანი ჭკუით იყავით რა იმიტომ რომ ხელისუფლება და სახელმწიფო დგას ხელისუფლება არ მაინტერესებს სახელმწიფო დგას ფერზე სახელმწიფოს გააჩნია აბსოლუტურად სრული ძალაუფლება და ძალაუფლება სრული მორალური უფლება და სრული ლეგიტიმაცია დაიცვა სახელმწიფო ხელისუფლება, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუციები. ეხლა აქამდე რო აკეთებდით თქვენ იქ და პარლამენტის შესასვლელი რო ამოქოლეთ იქა და დაარბოდით ჭინკებივით და მე იმაზე აცოცდით იქა, რა ქვია, ლამპიონებზე და ფეხებით ისინი ჩამოლეწეთ ვიღაც შანიძემ ისინი კამერები, სათვალთვალო კამერები და ეს ყველაფერი ხახვივით შეგჭათ და 30 კაცი არის დაჭერილი, როცა მინიმუმ 500 მაინც უნდა იყოს დაპატიმრებული. თქვენ ხო არ გონიათ, რომ ეხლა ქვეყნის უშიშროების სამსახურები, საიდუმლო სამსახურები ბუზებს მწყემსავენ და არიციან თქვენ ვინ ახართ, გვარები და სახელებით არიციან, რას აკეთებთ, რას ფუთფუთებთ, რას გეგმავთ და რას აპირებთ. სახელმწიფო ხელისუფლება დგას მყარად და ერთ ღამეში მოგიყრიან თავს ვირთხებივით კიდე რა არის იცი? კიდე ჭკვიანად იყავით და მეორე ქართველი ხალხი არ გამოსულა ჯერ ქუჩაში. ხო და ეჭვი ხო არ გეპარებათ რომ ის 1,700,000 კაცი რო გამოვა და მე ერთი ლიაკახა ხოშტარია იქნება მაგარი თუ დანარჩენი საქართველო მაგას ვნახავთ. ხო და კიდე ერთი საკითხია აქ რომ აი ხა მაგალითად ადმინისტრაციულად წესით რო აკავებენ ხოლმე პირებს და აი ეს რომ გამოყავთ ადმინისტრაციულად რო აკავებენ, გამოყავთ თითქოს რომ აი всё ეს არის პოლი პატიმარი, პოლი დევნილი და შემდეგ და რაზე აკავებენ ხოლმე? სოციალურ ქსელში წარმოიდგინე პოლიციელთა რომ მივა და რა ვიცი აი პირად ცხოვრებას რო შეუბღალავს და მოკლედ რო აგინებს და 5 დღიან პატიმრობაში რო გაუშვებს. დევნილია. და დევნილია, გინდა თუ არა პოლიტიკური დევნილია. არა, ერთი წუთი არ კითხავსა, მაშინ აი დავანებო თავი, ხო? აი წარმოიდგინე ეხლა მე რომ მივადგე ამ გოგო იქნება თუ ბიჭი იქნება. რას მიზავენ მე? პირველი რას გაკეთებენ, იცი? ეგრევე პოლიციაში დარეკავენ. ეგრევე დარეკავენ, რომ კობეიძე მოვიდა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას მირღვევს. პირდაპირ პასუხი იქნება ეს. რომ მე რა უფლება მაქვს რომ ჩაიხლავ იჯდე სადღაც და მე რომ მივადგე ტელეფონი და უთხრა შეგამყიდველო შემონა და ასე შემდეგ. იცი რა მაინტერესებს? თვითონ რო აკეთებენ ამას და შემდეგ ადეკვატური პასუხი რო ხდება თურმე პოლიტიკური დევნილები არიან. ანუ ყველაფერი თქვენ ანუ სათქვენოთ როგორ გინდათ რომ მოირგო. არა, ეგ ერთი. აი როგორ გინდა? ეგ ერთი კარგი გაკეთდა კი ბატონო, მაგრამ მე მაინც ხელისუფლებას მოუწოდებ. იცი რა არის? აი უყურეთ ახლა დიფერენციაცია არ უნდა მოხდეს საზოგადოებაში. ესე იგი თუ ესენი შეურაცხყოფენ პოლიცია, შეურაცხყოფენ ხელისუფლებას. ეს არის დაჟჯა. სოციალურ ქსელში თუ მოიქცე. იმ დღეს რა პოლიციას მიუვარდ აჭარაში, რატო ისვერებ აქავა. და მე ამის გამო პასუხი. ესე იგი, ბოდიშ და ლამიც არის, ეხა ლოგინში უნდა კარგად გაწიო ბალიში.
ზალბი კორძაია გამოგიძრეს. ეს იგი რო დაწვევი ლოგიში და უცბადის ლიფსიტები რო არიან, ხო იცი რო ყვირია. გეტეჭი და რაღაცა რო გადაწვიე ბალიში და უცბად ესეთი რო ამოხდნენ. არ უნდა გაგიკვირდნენ. ეს იგი კაცი პოლიციელი აჭარაში წავიდა დასასვენებლად. იქ ესე იგი ეს ალბი კოძე შენ აკიდე რატო იწვენებ აკა ესე იგი გეულები რა თქვენ ბოდიშთა ლიმიტი დაგვიწესოთ იქნება სექსუალურ აქცენტს და თქვენ შეგეკითხოთ ეხლა ის გიგაური უნდა ჩავაყენოთ გიგაური უნდა ჩავაყენოთ საქმის ხურში ეს მოაწერს მე რეზოლუციას დაადებს ბაია პატარაია დაადასტურებს გიგაური ლომჯარია კიდე ვიზირებას მიცემს და მე გააკუპე ეგ უნდა ეს რა წესია ხო და მე რა არის ცით ეხა კაი არა თან მაგათ ყველაფრის უფლება აქვს ხო ჩვენ არა გვაქვს ჩვენ არაფრის უფლება არა გვაქვს უფლება არა გვაქვს ხო და იცი რა ხელისუფლება სამივე უნდა ჩაკეტო უნდა სამივე ლევან ხაბეიშვილს უნდა დაალევინო აზვერინი და შეაგდო მაგათთან ოთახში კარგით კორექტულად მაინც კიდე რაღაც არ დაგვაჭარი წამალია კაცო ეგ კიდე არ დაგვაჭარი ერთი ვერ გავიგე ვინმე მადლი მოისხას ამ ქალების ერთი ვერ გავიგე დარბიან ესე იგი ფროიდს აქვს დათქვალი რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალები იწვევენო საერთოდ არსებები აგრესიას უნდა ამ ამდენი ქალის დაკმაყოფილება ძალიან რთულია მაგრამ ბოლო იკისრებს კაცი მაგმისია სამშობლოს გულისას მე გეუბნები ლევან ხაბეიშვილი არის წამალი მაგათი შეუძლია რომ მაგი ნუ აი დავალევინოთ რაღაცა დავალევინოთ გასარკვევია იზამთ მაგან რაღაცა დავალევინოთ შეიძლება ბატონი ელტონ ჭყონია წაეხმაროს და ხოთა გეუბნები არა ელტონ ჭყონია უკვე სხვა დონეზეა გასული იქ დაბლად ეგ ჟურნა ეგ უკვე სხვა მაღალე შელოდებში არის ესენი რო შეუვარდებიან ატყოინი მანატოკით იქ ერთი ამბო არა გაგიგია კაცი პოლიციელი ჩავიდა ბათუმში არ ვიცი ხა ის შეყვარებული იყო თუ ცოლი იყო არ ვიცი ვიღაცა მეგობარ ქალთან ერთად იყო კაცო არ ვიცი ხო და მივხვდა კაცო და შენ აქ როგორ ისვენებო ესე იგი პლიაზე გამი შემოგიხდები არა თვითონ ისვენებ ლაშხიანი ბავშვი მე გეუბნები ესენი არიან ავანტყოფები ხალხო ესენი არიან ავანტყოფები რა და კარგად შეამოწმეთ ბალიში რო დაწვევით შეიძლება ალბი კორძაი აღმოჩნდეს და არ ვიღაცა იქა იმიტომ რომ ეხა საცა ადამიანს მიუხვდა იქ ბათუმში შეიძლება ლოგიში შემოგიძრეს ესა რა აი ლეაკა ხოშტარია როგორც იგინება არა მაგი რო შემოგიძრეს ლოგიში მტრისას რა მაგი შეიძლება იქით იმას გიქდას კიდე რა ერთმა დამოყარა ისეთი ადამიანი შეიძლება აქით გადმოვიდეს ესიჩე რა და ნუ კაი ნიუსი რო გავა დღეს თითო ჩუბინიჩე ლეაკა ხოშტარიასთან ერთად აი იქნება ქვის ხეთქავი ნიუსი გაახტა მე აფტკიცე შენ რომ იქიდან გადარე შენი ხმარე წალა არა ვეთქვა დამიპაროს კაცო ეგ ეხლა უარყავი აბეთებში შეიძლება მოხდეს ეგ ეგრო პიჯაკ ჩაიწმევს გეუბნები მოჭი დავესავით დადის კაცო რას ლაპარაკობ მაგას ვინ მოერევა შენ არა ძმაო გეუბნები ეგრევე იპონზე დამდებს რა არა სასწაული არის აი გეუბნებით სასწაული არის ამ ხალხის ყველა და მე ახლა სერიოზულობით რო ვთქვა ეხლა მოდი ამ ხუმრობას თავი დავარ არა მე სრული სერიოზულობით ვამბობ იმას რომ როგორც ეს ქალბატონი იგინება მე მგონი 4 შვილი ყავს ლეაკა ხოშტარიას აი ვაგზლის უკანასკნელი ბომჟივით იგინება ხალხო მე ეგეთი არაფერი მინახავს ეხლა ხუმრობა იქეთ იყოს და მე მგონია ცუდად სარგვიხუმრია მაგრამ ხანდახან ეს საჭიროც არის იმიტომ რომ ამ საგიჯეთში და აი ამ რო იტყვიან ცოდვიწუთის ოფელში შეიძლება ადამიანი მართლა გადახვიდე ჭკუიდან რომ ხანდახან ეგეც აუცილებელია მაგრამ აი სრული სერიოზულობით ყოველგვარი ხუმრობის და გლიცინის გარეშე ვამბობ აი როგორც ეს ქალბატონი ეს ხოშტარია იგინება მე ეგეთი გინება გეუბნები ვაგზალზე არ გამიგონია კაცო ვაგზალზე თევზის გამყიდველები არ იგინებიან ესე გეუბნებით მე ეგეთი არაფერი მინახავს კაცო რა მე არ ვიცი აი მე ამას მეუღლე არა ყავს ან შვილები მე მგონია პატარა შვილები არ უნდა ყავდეს ეხა ბიჭი არა ყავს კაცო მაინც რომ რაღაცა ცოტა მოკაჩოს ცოტა ქიმუნჯიკ წაკრას დედას რომ უთხრას რომ რას აკეთებ რას ჩადიხარ რა უბედურებაა ეს ესე იგი
ნუ ჯერ ხალი კარგი რა ბოლო იმას რო შეახტება ხალი რო შეახტება ნაგვის მანქანას რო შეახტება კარგით რა კარგი ბოლო აბსოლუტურად შეშლილი სახით ბატონ ლექსო მე ეს ხშირად მე მგონი და რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს მე მგონი ეს დანარჩენები ხო ასაობ დაწყობილები გამოდიან არა ეგ მე მგონი როგორც ამბობენ არის ლოთი როგორც ამბობენ არის ყარბი ფერა დაგილევია თუ რა მე რა დაგილევია კაცო აიცი ჩაჩია მოწმე აქის ქრონომეტრაჟი აიცი არ ვიცი კაცო ეხლა მე ალკოტესტი არ ჩამიტარებია მაგრამ ყარბიდის არაყით არის აყროლებული ხოდა აიყვანე ეს რაღაცა ამ სულამო მიასკით რაღაცა უქენით არა რა იცი ახლა მე ვერ ხვდები აი მე არ ვიცი ამდენი აგრესიული ხალი იმ დღეს სასამართლო პროცესიდან გამოვედი კაცო და ორი დაუბანელი გოგო მომახტა ხო და შენ რუსეთის ისა და რა ბიჭო რა ვიცი აი ზოგჯერ აი მოგახტა რას მომახტნენ აი სრული ამ სიტყვის ისტორიები დამახტა გაჩნდა აი ბალიში რო უჩნდებიან ხო აი ესე მოგახტებიან თავზე დაგახტება ეს ახალგაზრდა გოგოები ხო და მე რაღაცა ოდნავ თუ ხელი მე კერძე შემეხო ის აბა ეხლა როგორ გინდა ვერ გავიგე ის საცოდავი მანდატურები რა დღეს კერძე შემეხო ბიჭო აბა რანაირად გაგიმას გიქთას გაგიყვანოს იმ დარბაზიდან შენ შეეხე კერძე არა ის დაადანაშაულეს მანდატური კერძე შემეხო და ხო და არც მაგათი კერდი მინდა და არც მაგათი არაფერი არ მინდა ერთმანეთს ამიფაროს ეხლა მაგათი ბოდიში და ხალი რო არ დარჩეს მაგათთან არ უნდა მიხვიდე კაცი შეიძლება ვინ არის თუ დაგახტა შეეხებოდი აბა რა ზიზავ და არა შეხებას თავი დაანებე ეხლა და შეხებას თავი დაანებე და ეს ამდენი აღვირახსნილი ამდენი ესეთი აი ბოდიში და ხელიდან წასული ხალი საქართველოს არ ყოლია მე იმას რო ადარებენ 9 აპრილის გამოსულ ახალგაზრდა საათი იყო ბოდიში და პატიოსანი ახალგაზრდობა იჯდა და იმ ბოდიში და შეეწირა საკავ იმას ადარებ თქვენ იგინებით უკანასკნელი სიტყვე შეიძლება იმათ შეადარო ეს ახალგაზრდა ის იყო ეროვნული მუხტი არა შეადარეთ იქ რო იჯდნენ იმასთან მთავრობის სასახლესთან ეხა მოდი იმას თავი დავანებოთ იმ პროცესებმა სად მიგვიყვანა როგორ მაგას არავჟი მე მაგრამ ის იყო გულწრფელი პროტესტი ხალხო გულწრფელი პროტესტი შეადარეთ დედის გინება ოლა ოპერის არიდან თითქოს შესრულება ხდება იმისი გინების რა აი ეხლა მე დღეს ესე იგი ამდენი ცხოვრებაში არ ვიცინია დღეს მე რაც ვნახე ტელევიზიით რა ეს გამოვიდა ორი კლოუნი ეს ბერდია სიჭინავალო არის და ის მეორე რო არის ის კიდე კუპრაძე ირაკლი და გეუბნებით რა ის რა ქვია ბრეჟნევი და ინდირა განდი რო ჩამოართმევდნენ ერთმანეთს დიდი სამბით ჩამოართვეს ხელი რაღაცეები მოაწერეს ხელი რაღაც წერა კითხვარცეთ მარიც რაღაცეები წერა კითხვარიციან მოაწერეს რაღაცეებს ხელი იქ რაღაცეებს და აქეთ ვიღაცეებმა ის ანა ბუჩუკური და ისინი უკან პოლიხრონიო დასხეს ტაში და ბოლოს გამოაცხადეს რომ თურმე ამათი მერობის კანდიდატი იქნება ალეკო ელისაშვილი. აი გეუბნები. ესე იგი მე ეგეთი ტრიალეთის კოდალა. ტრიალეთის კოდალა. თვითონ დადო ისა თავი. ესე იგი ალეკო ელისაშვილი იქნება დოლის დაკვრა იცის, ხელებზე დადის, ყალყზე დადის, მაგას ქვია ყალყზე დადის. ყალყზე დადის, ყალყზე დგება. ყალყზე დგება და ნუ არ ვიცი, ჯანდაბა მაგას რაზეც უნდა იმაზე შედგეს, ნუ ერთი სიტყვით არ ვიცი, აი გამოაცხადეს, რაღა გვიჭირს ქართველებო გილოცავთ, გაიხარე მუშავ წამებულო, რომ ესე იგი ბერდია სიჭინავამ და ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს შეთანხმებას ხელი და თბილისს ეყოლება ახალი მერი ადგილობრივ არჩევნებში ალეკო ხო სახელით შეუცვალეს ახლა სხვათა შორის ესე ალეკოლის ელისაშვილი ხო არის და ეხლა დაურქმევიათ ამ უძღეულისთვის ალოკე ელისაშვილიო არ ვიცი რა გამოაცხადეს გუში რომ სახელიო შეიცვალა მოიცა მართლა იძახი თუ ხუმრობ შეუცვალეს ალოკე რანაირად იქნება არა მე მგონი ხაზარაძემ დაარქვა რომ ალოკე ელისაშვილი არა ეგეთი სამარცხვინო სიტუაცია ესე იგი იმ ფილმში რო არის ამხლის კაცი ორდარები გამიგია ეგეთი გეუბნები არა ბიჭო სამარცხვინო სასაცილო კი არა სატირალია გეუბნები რომ ესე იგი აი ეს რო იქნება ეხლა ხო წარმოგიდგენიათ რა თბილისის მერი ალეკო ელისაშვილი ანუ ალოკე ელისაშვილი და ნუ აი ეს არა მე ეს დიდი იმასავით რომ დაჯდებიან სახეებით ამ ტელესტუდიებში ხაი ზოგჯერ მინდა ხოლმე აი მაგაცი ძალიან დიდი სიამოვნებას ვღებულობ აი ესეთ სისულელებს რომ აბრახებენ
დააჯდებიან ამ დიანა ტრაპაიძესთან, ამ დიანა ძალიან საეჭვოდ გახდა, დაიკეთა ეს რაღაცა აჩკები. დააჯდება. ასეთი სათვალე მეცხოვრებაში არ სათვალეს გაიკეთეთ. აი დიანა ტრაპაიძეს რო სათვალე უკეთია მე ეგეთისად ქალბატონო დიანა სათვალე გამო ეგ რა უბედურებაა კაცო რა. აი ვადალაზი მგონია კაცო რა დავინახავ ამას. ვადალას თავიდან ესე იგი დააჯდება კვიანური სახეებით ეს გასტუქს წაიჭერენ. ხო და ესე იგი გამოდის ეს ხაბეიშვილი რომ ესე იგი დადებს იმას დასკანალა რომ ეს იმ მილიარდს თხოვს ის 5 მილიარდს თხოვს ის 7 მილიარდს და ვითომ ეს ეწრება იმათ იმა გარჩევს წადი რა რაც თავში აი რაც ამას თავში მოხდა იმის მერე წავიდა ამის საქმეც უნდა და მე არ ვიცი ვარჯიშობს მან შედეგი არ აქვს ისთვის ვარჯიშობ რაზ ვარჯიშობ ამისთანაც ეს მაგისი თავზე რა ვიცი მე რაღაცა ცოტა ისეთი ელასტიკური რაღაცა წაიმასქერი რაღაცა ჩამოიცვი თავზე რა აი ეს ლილუაშვილი რო არის შონზო ვინა ლილუაშვილი ლილუაშვილი რო არის კახარიას პარტიაში შონზოს რო გავს ჩვენებია დიდი რო არის აი მაგას უნდა ებოქსაოს ბოლო სერიაში ხაბეიშვილი რა არა სამარცხვინო ხალხი არა ეხა ერთმანეთს ჭამენ ეს სამადაშვილი იქით არის რატო ის ანი წითლიზე არის გაწიწმატებული ეს დაჯდებიან რაღაცა გადაცემებში იქ შალიკო იმასადებს ესე იგი აი ისე მართლა აი ვირთ კარგი აი ვირთხების გამოყვანაო ესენი არიან ზუსტად ის თორიების კასში არიან ჩაყრილები ერთმანეთს ჭამენ რა ერთმანეთს ჭამენ უკვე დააკვირდით ეხლა და ეს ამათი მორალური სახეს დააკვირდით რა ვინ არიან ესენი საერთოდ რა და ესენი ლაპარაკობენ იმის შესახებ რომ რაღაცა გასაგებია ყველგან რაღაცა შეიძლება დაი რაღაც შეცდომები იყოს მაგრამ ესენი ხო დამნაშავეები არიან ხო არ არიან დამნაშავეები არიან აბა რა არიან მაგათი ყოველი ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი კაცმა რომ გამოიძიოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მათი მოქმედება კიდევ ერთხელ ვიძახი პირიქით რომ ხელი შეუწყონ ჩვენს ქვეყანას პირიქით რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაგმონ რომ არ მინდა რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფალი ჩემი სახელმწიფოს ხელისუფალი იყოს სანქცირებული პირიქით დაშკრავენ ამაზე დიდი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება რაღა გინდა და ამაზე დიდი რა ვიცი სამარცხვინოობა რაღა გინდა როგორ უნდა ანუ სანქციას რომ მიიღებს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი ხელისუფლებაში ყოფი დაუშვათ რა ხეირი პირობითაც წითლიძეს აი რა ხეირი არანაირი ხერი გარდა იმისა რომ ეს ადამიანი და ესეთები არიან არა მაგი ანუ შინაგანად არიან ბოროტი ადამიანები და ეროვნულად არაზრუნებენ და ვერაზრუნებენ მხოლოდ მათ აქვს მერკანტილური გათვლები პირადი კეთილდღეობა სხვა მეტი მიზანი მათ არ აქვს ბატონ ლექსო ეს წითლიძე ერთი პერიოდი ისე იყო განაზებული მეგონა გათხოვდა და არ გათხოვილა ეგ არ ვიცი მაგის გათხოვებას არ გამოგვაპარებს ჩვენ არა იქნება და აი მე ვლოცულობ დღედაღამ რომ იქნება და ეს გათხოვდეს და რაღაცნაირად მე შეტრიალდეს კაცო რაღაცა იმიტომ რომ ისი არის გამწარებული ხო მაგრამ გათხოვდეს ერთი მაგრამ ვისთან გათხოვდება ეგაც ხო არა ისი არის გამწარებული და გაბოროტებული რომ არ ვიცი რაღაცა იქნება დააწყნარდეს დამშვიდეს კაცო ეს ადამიანი და შვილები გააჩინოს და რაღაცა დედა გახდეს და ცოტა რაღაცა სხვა თვალით შეხედოს ამ სამყაროს თორე ეუბნები თავმოხსნილი ლიმონკაა სულთა ეს კაცი ეუბნები რა არა ის კაცი რაც გარდაიცვალა ის მაგის განაზება იქ მორჩა ვინ გარდაიცვალა არ მინდა ღმერთო ბაბათე იმ კაცი ერთმან ათელში ამყოფოს ახლა იმ კაცს რას ვერჩის ხარჩილავა რო გარდაიცვალა იმის მერე ის ჩალენჯი ხის მერი რო იყო ხო ეხლა ცუდი არ თქვა მაინც არაფერი არ ხო და ის რო გარდაიცვალა იმის მერე მაგი რაღაც განაზებას მოეკდა მე მას ვეთყოდი რომ მაინც ნუ მას იზამ ცხოვრება არის რთული მაგრამ ახალი ადამიანები შეიძლება გამოსცენ. არა, ის არ იყო ცუდი გულის ბიჭი, უბრალოდ ეგ გაუბორო სიტუაცია. ამათ არა, იცი რა არის. ხო აი გუნა მეთქვა, თავის დროზე ეს ხარჩილავა მართლა ნორმალურად მოქმედებდა და ამათ იმაში რომ მოხდება ადამიანი, ეს შეიძლება უკვე მართლა გადაგიყვანონ ჭკუიდან. შეიძლება მართლა ზოგს არ მოსწონს კი ბატონო ესთავრობა და მიდის იქა ოპოზიციაში გონია რაღაცა არის ხეირი. მივა და ესენი გააგიჟეს. ის არის ძალიან კარგი ოჯახის შვილი იყო, ცხონებული, აცხონოს ღმერთმა. ერთმანეთში ამყოფოს კაცო, ეხლა და მართლა მისცეს ხმები და ეხლა ტყილა ხო არ მისცემდა ეს ეროვნული კაცი იყო, სხვათა შორის. ამათმა გააგიჟეს. მე რატო დაიწყო სმა, იცი? ამათი შემხედვარად დაიწყო სმა. გეუბნები, იმიტომ რომ გულმა ვეღარ გაუძლო. ეხლა ამათ ფხიზელი თვალით ბატონო ნიკოლოზ როგორ უნდა უყურო? ანიციტლიძეს როგორ უნდა უყურო ფხიზელი თვალით გეუბნები დღედაღამ. და სალომე სამადაშვილს ხო? ყოვლა წარმოუდგენელი ეხლა ჯერ ეს ერთი
კაცი იმდეს ვერ დალევ, რომ ამათ ეხლა ნორმალური თვალით შეხედო და ამიტომ ის ხარჩილავაც მე ჯავზე იყო საწყალი და დარდობდა და მიეძალა სასმელს და ყოველდღე სვამდა ამათი გადამკიდე და გაალოთეს ამ წეულებმა და ბოლოს მე იქაც იმოქმედა რომ ეს ხაზარაძე აფერისტი რო გამოვიდეს ხანდაზმული ტაღლითი და თქვა რომ მეო ჩემი ბიზნესებიო წალენჯიხაში გადაბაქვსო და ერთი ცალი ფეის აპარატი რო ის ფლეიმობი თუ რაღაც ჯანდაბაროა TBC ბანკის გადახდის აპარატი რო ჩაიტანეს იქა და ის მე მოიპარეს თავის აპარატიანად მოიპარეს ყველაფერი აი ამანაც იმოქმედა იქ რომ ამდენი აფერისტები ეხა რო შემოგესევიან ძალიან ძნელია მოგერიება და ნუ ეს კაციც ფაქტობრივად აღმოჩნდა სიტუაციური მსხვერპლი. და ღმერთმა აცხონოს მე ხა ყოველგვარი ხილიკის გარეშე ვამბობ ამას რომ ქართველი კაცი მოგდა კაცო და წალენჯიხა სხვათა შორის განსაკუთრებულად მიყვარს მე იმიტომ რომ სხვანაირი სამეგრელო არის ეს მაღამთიანი სამეგრელო არის და ლაკადა არის იქა და წალენჯიხამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო თავის დროზე იმ უბედურების დროს როდესაც იქ ხუნტის ჯარები 1000 ნარსის საძაგლეს ჩადიოდნენ და წალენჯიხა მიომა კაცურად და მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს წალენჯიხელი და სხვათა შორის გამზდელი ბიცოლა ყავდა წალენჯიხელი ღმერთმა აცხონოს მისი სული მისი გაზრდილი ვარ და ასე რომ მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მაგრამ ეს კაცი უბრალოდ ეს ხარჩილავა აღმოჩნდა მსხვერპლი იმ სიტუაციის იმიტომ რომ ეს ამდენი ეშმაკები ამდენი ჭინკები თორე ხაზგასმით ვამბობ მე ვიცი ზუსტად რასაც ვამბობ რომ ძალიან კარგი ოჯახიშვილი არის რა ძალიან კარგი ოჯახიშვილი არის და უბრალოდ ხა სიტყვა მოიტანა და აცხონოს ღმერთმა და მე სრული მე მინდა მის ოჯახს კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადო და არაფერი ცუდი განზრახვა ჩვენ არ გქონია როცა მისი სახელი ვახსენეთ უბრალოდ იყო არაერთი კომიკური სიტუაცია სადაც ხონებული თავის და უნებურად თუ თავისი გამოუცდელობით გაება და არ უნდა ექნა ეს მაგრამ ნუ ახლა რაც არის ის არის სასუფეველი დაუმკვიდრო სუფალმა აი ეს არის ჩემი სათქმელი ამასთან დაკავშირებით ხა ერთი რამე არის რომ ეხლა უყურეთ ეხლა ეს არის ყოველად აი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მარგინალური დაჯგუფება ეს დაცხროა რა და მის სატელიტებს შეხედეთ ხალხო აი რა მორალური სახე ერთმანეთში ცოლებს ცვლიან ერთმანეთში საყვარლებს ცვლიან ესე იგი არ ვიცი ტრია ხლისტები არიან რა ხლისტები აი ხლისტების აი ეს არის ხლისტებში ხო ის არის რა ქვია მოსულა რომ ერთმანეთში ცვლისა და შეხედეთ ამათ მორალურ სახეს რა ეხლა არ მინდა იმ ქალბატონის ხსენება ცნობილი არ მინდა ეხლა ხლისტები ხო ხლისტი არ ხო და ვინ არის აბა ეხლა თუ არ მინდა მეთქი ეხლა თქვა მინიშნებით გვიხარით და გამოვიცი ერთი ხუთი ქმარი რო ყავს და ერთად რო კრივავს მე ხო იცით ვიზეთ ყავდა გარდამავალ დროში ხო და ეს მაგარი იცია კიდე ეს რა ტრენდი შემოვიდა მარტო იქ პოლიტიკაში არა ესე იგი გინა მომღერლებში გადავთ დღეს ერთად შეიკრიბდნენ ეს მეუღლე ყოფილი ქმარი ყოფილი ცოლი ეს რა არის რა წესია ვერ ხვდები ესეთები გაგიგია ეს არის სულ გადაჯიშდნენ რა როგორ შეიძლება არა ეგ პოლიტიკოსებს არ ეხება იმ დღეს შავთე ერთ-ერთი ცნობილი ეს მომღერალი თავის ქმართან თავის ყოფილ ქმართან ყოფილ ცოლთან ყოფილ საყვარელთან და ყველა ერთად და ბოლოს გაიყოფია და ერთმანეთში მაგვირავი სამიცი საგიჟეთი არის რა ამას ხო უყურებთ ხალხი აი ნორმა და ეს უნდა ნორმა დაამკვიდრო ნორმა თუ ეგ არის ევროპული შვედური მოდელი თუ გინდათ გიქონიეთ სახში და ნუაფიშირებთ რა და ეს არის ევროპული შვედური საქართველოს შვედური გზით ვერ წავა ვერასდროს რა ღმერთმა დაგვიქვა ევროპა აგერ გამოჩნდა და უჩივლა იმ მაკრონის ცოლმა ის თუ ქმარმა ვერ გავიგე მე ეგენი რომელია ჟურნალისტს უჩივლა და ვერაფერიც ვერ წაიღო. მე მგონი უმტკიცდება იმ ქალს მაკრონის ცოლს რომ არის სინამდვილეში კაცი და გადაკეთდა ქალად. ანუ ფაქტობრივად საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის რომ კაცი ყავს ცოლად და ეხლა აი ეგეთი ევროპა გვინდაო და წაადით კაცო დაგვანებეთ თავი და წაადით. არა ეხლა ეს არ არის ისე სერიოზულობით რო თქვა და ეს ხალხი გვეუბნება ვიზებს ჩაგიკეტავთო რა. აი არ გვინა ეგეთი ვიზები. წაადით კაცო ეს ევროპა მე შემთხვევით არ მithქვამს ვირფასო მეგობრებო. მე არ ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი რომ მე 20 საუკუნის დასაწყისში დაიწერა ესეთი გენიალური ნაწარმოები დიდი გერმანელის მიერ რომელსაც ქვია ევროპის დაისი და იქ იყო მიზეზებზე საუბარი და არის მიზეზებზე საუბარი თუ რატომ მოხდა ასე და რატომ შევიდა რატომ განიცადა ევროპულმა ცივილიზაციამ აბსოლუტური დეკადანსი ხო და გალაქტიონის ცნობილ ლექს შეგახსენებთ რა
გახსოვს რომ ევროპაო ამას გეუბნებოდიო, იმას გეუბნებოდიო და ბოლოსო შენო აირჩიეო ვირიო. ბედაურის ნაცვლადო ვირი აირჩიეო რა. ხო და მოდი ჩვენს ეროვნულობას, ჩვენ თვითობას, ჩვენს ქართველობას გაუფრთხილდეთ, დავიცვეთ ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკურად გავძლიერებდეთ, ამ მიგრანტების ჭირს და უბედურებას მივხედოთ. ქართული მიწების გაყიდვას გავანებოთ თავი, ინვესტიციებს რომ ეძახით ჩვენ მაგას. ხო, გავძლიერდეთ, ეკლესიაში გავძლიერდეთ, ერში გავძლიერდეთ და ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ და ის ევროპა მუხლებზე დაჩოქილი მობრძანდება აქ, იმიტომ რომ ეს ომი როგორც ჩანს რუსეთთან დიდხანს გაგრძელდება და საქართველოს არის ერთადერთი სატრანზიტო გზა. ერთადერთი სატრანზიტო გზა არის. თაფლის მდინარეები ჩამოივლი საქართველოში თუ ჩვენ ჭკვიანად ვიქნებით და თუ ჩვენ ერთმანეთს არ დაგვატაკებენ და აი ეს ხლისტები, ეს გადაგვარებული ხალხი, ეს მოსყიდული და ნასყიდი და გადაბირებული აგენტურა არ აგვირებს. ცხონებულს ვიაც აურიეს და შეეწირა საქართველოს. 21 წელში აგვირიეს. იმიტომ რომ გაგვაგიჟეს იქა და გამოგვაცხადებინეს დამოუკიდებლობა გერმანელებმა, რომელსაც დღემდე ვზეიმობთ სამარცხვინოთ. 26 მაისი არ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენ რო ღირსება გვქონდეს 9 აპრილს უნდა აღნიშნავდეთ, მაგრამ არა გვაქვს ღირსების განცდა. და ეს სხვათა შორის ამაში ხელისუფლების ბრალსაც ხედავ მე, იმიტომ რომ გაასწორეთ საქართველოს ისტორია. გაასწორეთ საქართველოს ისტორია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია და არა 26 მაისი. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. გასაგები ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ეხა ჩვენ შევდივართ იმ სტადიაში, რომ ან უნდა ავირჩიოთ რა. უნდა ავირჩიოთ ან ეს სოდომისტური ევროპა, რომელიც გვეუბნება, რომ თქვენ იმითი რეჟიმის რაღაცა ტანგატრუსიკებით უნდა შემოხვიდეთ, ქალები უნდა ყავდეთ, ესე იგი გახსნილ მდგომარეობაში. არ ჩოხა ახალუხით ევროპაში ვერ შემოხვალთო, გვეუბნებიან. გეი პარადი ვერ შემოხვალ ჩოხა ახალუხითო. თქვენ უნდა შემოხვიდეთ ღირსება აყრილი. აი ეს შვედური ოჯახის მოდელით. რომ ყველასთან და ისა, ესეთი მოდელით უნდა და ეგეთი მოდელით გინდა შესვლა თქვენ? ზოგიერთი რო დადის ევროპაში ძალიან კარგად ვიცით როგორ დადის იქა. და ამათ აი რო ევროპული ღირებულება რა გონიათ, იცი? რომ ქალი ვისთანაც უნდა დადის, კაცი ვისთანაც დადის, ოჯახი არ არსებობს და ესეთი მოდელი უნდა დააკვირდროთ. შეხედეთ ამ ევროპულ ლიდერებს, შეხედეთ. არ უნდა ეს ჩვენ ვერ შევალთ ისეთი თვითყოფადი ქართველი ერი იმ სახით როგორც ვარ. ევროპაში თუ წავალ ბატონ ნიკოლოზ, წავალ იმიტვით რომ პრადო ვნახო, ბრიტიშ მუზეუმი ვნახო, გემელდე გალერეა ვნახო გერმანიაში, ლოვრი ვნახო, იტალიის ქალაქები ვნახო, აღორძინების პერიოდის კულტურას გავეცნო, ალჰამრა ვნახო. აი ეს არის ჩემთვის ევროპა, თორე ეხა დღევანდელი ევროპა რა არის ძვირფასო მეგობრებო, სანახავი იქ. ეს არის გეუბნებით LGBT ევროპა, ეს არის ხრწნილება, დაცემა, გაუბედურება და დანგრევა. დღევანდელ ევროპაში რა არის სანახავი? იმ ძველი ევროპის სანახავად, იმის სანახავად რაც შექმნა ეს უდიდესი ცივილიზაცია, აი იმის სანახავად დიდი სიამოვნებით მუზეუმებში და რა ვიცი იქ არაბული კულტურა ესპანეთში და კორდობა საამირო და ასე შემდეგ თორე დღევანდელ ევროპაში რა არის სანახავი? კაია კალასი ვნახო თუ ემანუელ მაკრონი თუ აი ეს კირ სტარმერი თუ ვინ ვნახო ეს კლოუნები? ეს ის ევროპა რომლის პარლამენტში ჩიჩოლინა შევიდა პორნო ვარსკვლავი. აი ეს არის მაგათი ევროპული ღირებულებები. ეხლა არ ვიცი მე მინდა უთხრა იმ რა ქვია იქ რომ თავისუფლებაზე რომ ბოდიალობ ზოგიერთი მეძავეები რომ თქვენც გაქვთ ჩანს იმიტომ რომ ეს ევროპა მოითხოვს რომ ერთი კვოტა კიდე პორნო ვარსკვლავებსაც მივცეთო რა არ გამიკვირდება რა აი იქ რომ დაუჯდებიან ამას რა ქვია რაღაცა ტელესტუდიებში ეს არის მაგათი ევროპული ღირებულებები პრეზიდენტებს შეხედეთ რას გვანან ოჯახი ამათ არ აყავთ ჩვილი ამათ არ აყავთ და მე შურთ ჩვენი რომ აი ესე იგი რაღაცა რატო აღნიშნავთ ოჯახის ეწმიდის დღეს რომ ვერ გაუგიათ ამათ გესმით ეგა სულ ეხლა ხანს ბატონ ნიკოლოს ვიხილეთ ჩვენ საზოგადოებამ კადრები სადაც ბორის ჯონსონი ერთ-ერთ ბარში ერთობა
გადამეტებულად პირდაპირ გაგებით და ეს იმ დროს ხდება არა მარტო ერთობა, არამედ ძალიან ესე ვთქვათ, არაეთიკურ მოძრაობებსაც აკეთებს და მოქმედებებსაც აკეთებს ეს ბატონი და ეს იმ დროს, როდესაც რომ კითხო მათ აინტერესებთ უკრაინის ბედი, აინტერესებთ რაღაც თუნდაც საქართველოს ბედი, მათ რეალურად არაფერი არ აინტერესებთ, გარდა ერთისა კიდევ ერთზე გამეორდები. მათ აინტერესებთ საკუთარი გადარჩენის ბედი, ანგლო-საქსული ერები ამ შემთხვევაში გულისხმობ ინგლისს და ამერიკას ყოველთვის აქვს დამყრობული პოლიტიკა. ჯერ კიდევ საუკუნეების უკნიდან, უпроსტად საუკუნეების წინა პერიოდს რომ გადავხედოთ. ეს არის ფაქტი. ამიტომ როგორ შეგვიძლია ჩვენ დავიჯეროთ აი ამ ევროპის, სადაც ანგლო-საქსური ეგრეთ წოდებული deep state-ია გაბატონებული ძირითადად და ეგენი აკონტროლებენ მთლიან ევროპას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესდღეობით მართალია ეს გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან დიდი გამოწვევები და პირადი ხშირ შემთხვევაში პირადი პოლიტიკოსები ეწირებიან ხოლმე გულისხმობ რომ ეგრეთ წოდებული სანქცირებული და მაგნიტისიებშიც კი ხვდებიან ესეთი მკაცრი სანქციები აი ამ კონკრეტულ სიებში, მაგრამ ჩვენ უძლებთ და ფეხზევთ გავართ. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვართ ჩვენი ქვეყანა და კიდევ კარგი რომ ჩვენ ვისწავლეთ რას ნიშნავს თვითყოფადობა. და ესე თუ გავაგზელეთ, ჩვენი ერი აუცილებლად გადარჩება. თორე როგორ შეიძლება ბორის ჯონსონს აყვეს? აი როგორ შეიძლება რომ ბორის ჯონსონს და მის ნაირებს აყვეს ერი? კი ბატონო. როგორც მაგალითად უკრაინა აყვა და როგორც მანდვა, როგორც მაგალითად აყვა უკრაინა და უკრაინა რა დღეშია ამაზე არაერთხელ ვისაუბრია, ხო? მეგობრებო, ჩვენთვის გაკვეთილი დრო დღეს ამოიწურა. მე მინდა რომ დაამშვიდობო მაყურებელს, ბატონი ლექსო კობაიძე, ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები. ამით დაგემშვიდობებით, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს, საღამოს 23 საათზე კარგად ვზანდებოდეთ. ბედნიერად კარგად იყავით.